ძალიან ბევრს გავყვიათ რატომ დაგვიჟდა ლას-ვეგასის მოგზაურობა $40,000 და მინდა გითხრათ რომ აქედან მხოლოდ მანქანის გაკეთებაში $20,000 დაგვიჟდა ან მეტი ჯერჯერობით არ ვიცით ურუსი გავაფუჭეთ დრიფტაობის დროს ასევე გაუტეხეთ საქარე მინა გავუფუჭეთ დისკები რომელიც გავაკეთეთ უკვე და პირველად გამოიყვანა ეს მანქანა პირველად ნახე ლას-ვეგასის შემდეგ ეს მანქანა შემდგომ Mercedes-ი გავაფუჭეთ საერთოდ, გაუტეხეთ წინა ბამპერი, შუაზე არის გაბზარული, წესი გატეხილი არის წინა ბამპერი, ასევე გაუბზარეთ საქარე მინა რამოდენიმე ადგილზე, რომელიც გაკეთებულია, ასე ვთქვათ, ასევე გაუფუჭეთ სამრეცხაოში გაასაფარებელი რაც არის უარესად და ასევე გაუფუჭეთ აი აქ ამორტიზაცია მგონი, რაღაცა ძალიან ბევრი კლიკების ისა აქვს, ხმა აქვს, ეს ყველაფერი იყო დრიფტინგის შედეგი. და მაკლანი კიდე ღმერთმაიცის ზოლის გამოვა სერვის ცენტრში, იმიტომ რომ გაუხეთქეთ რადიატორი, გაუტეხეთ საქარე მინა, დავხაზეთ მთლიან მანქანა დრიფტის დროს და ამიტომაც დაждდა ეს ჩიპი $40,000-მდე. ჯერჯერობით $20,000 არის ესე ვთქვათ დემეჯები და კიდევ ვიტყვით, იმიტომ რომ მაკლანი არ გამოსულა ცენტრიდან. იმედია ვიდეო მოგეწონათ, არ გავიწყებთ და ლაიქება და კომენტარება და ჩვენი ახის გამოწერა. იმედია ახალ წლამდე $40,000 გამოწერზე ავალთ.